სადღესასწაულო განწყობის პარალელურად და მიუხედავად დასავლურად განწყობილ მოქალაქეებს არ ავიწყდებათ, რომ შაბათი მარშის დღეა, ამიტომ დღეს ზუსტად 19 საათზე მოვლენების ეპიცენტრი კვლავ იქნება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია. სწორედ ამ ადგილზე გამოვლენ მოქალაქეები და შემდგომ გაიმართება ტრადიციული მარში დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ. მართალია უკვე ერთი თვეა და დაახლოებით ცოტა უფრო მეტი, რაც ეს ადამიანები უკვე იკრიბებიან ფილარმონიასთან და შაბათების მარშის ტრადიცია დამკვიდრდა და ჩამოყალიბდა და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული ხასიათი, კონკრეტული სათაური, კონკრეტული სახელწოდება. დღევანდელი დღეც არ იქნება ამ კონტექსტში გამონაკლისი. წინა მარშები მაგალითად უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხრიდან საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების მოწამვლის სქემას და ისინი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვდნენ. ეს ყველაფერი არც ახლა მოხსნილა დღის წესრიგიდან, თუმცა კონკრეტულად დღევანდელი დღე და მარში შეეხება სინდისის პატიმრებს. აქციის ორგანიზატორები და პოტენციური მონაწილეები ამბობენ, რომ მართალია ყოველი დღე არის სინდისის პატიმრების, თუმცა პერიოდულად ყველასთვის საჭიროა იმის შეხსენება, რომ ესენი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ციხეში მართალი ბრძოლის გამო გამოკეტა. შაბათი მარშის დღეა, 7 საათზე ვიკრიბებით საღამოს ფილარმონიასთან და მარშით მივემართებით რუსთაველისკენ, სადაც უკვე აგერ 400 დღეზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება. მოვუწოდებთ საზოგადოებას, მოვიდეს დღეს, დადგეს ჩვენთან ერთად, ნახეთ რა ელის იმ საზოგადოებას, სადაც არჩევნები გაუქმებულია, სადაც ადამიანები არ უგდებენ ყურს ერთმანეთს. მოთხოვნებით შეება უცვლელი, პატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი არჩევნები. ყოველ მარშს რაღაც თავისი თემა აქვს, ჩვენ ვაპროტესტებდით დაწამვლის ფაქტს, იმის ფაქტს, რომ არ მიმდინარეობდა გამოძიება, დღეს კი მთელი ეს მარში ეძღვნება სინდისის პატიმრებს. ჩვენ უკვე 400 დღეზე მეტია ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება საქართველოში და ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ სინდისის პატიმრების განთავისუფლებას, თუმცა დღეს უკვე აი ამ მთელს ამ მარშს ამ საკითხს მივუძღვნით. იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, მით უმეტეს იმის ფონზე, რაც დღეს ხდება მთელ სოფლიოში, ჩვენ ვხედავთ, რომ თვალნათლივ იკვეთება ის სურათი, რომ 21 საუკუნეში დიქტატურის ადგილი არ არის. ქართული ოცნებისაგან სინდისის პატიმრებისა და ქვეყნის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები დღეს 19 საათზე კვლავ შეიკრიბებიან ფილარმონიის მიმდებარე და ამის შემდეგ გადაინაცვლებენ უცვლელი შეძახილებით და საპროტესტო ფრაზებით დედაქალაქის მთავარ გამზირზე. რაც მთავარია, ისინი მოუწოდებენ ყველას, რომ შესაძლებელია ყოველდღიურ ფორმატში ვერ გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე და რიგი მიზეზების გამო ვერ დადგნენ მათ გვერდით, თუმცა აუცილებელია მათივე მტკიცებით, რომ ყოველ შაბათს ყველამ შეძლოს და თუნდაც მცირე პერიოდისა და მცირე ხნის განმავლობაში დადგეს იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც უკვე 400 დღეზე მეტია საქართველოს ევროპულ და დასავლურ მომავალს იცავენ.